მშობლიურობაში ასე თუ ისე ვიყენებ ტრაგიკულ შეცდომას და სინამდვილეში რომ გულახდილთ რომ გითხრათ სინამდვილეში რას გულისხმობენ დანამდვილებით ნახევარად ვერ გეტყვით და ეჭვი მაქვს რომ ვინმეს ეს მოდეს რა იგულისხმება მაგრამ ალბათ ინტუიციურად შეგვიძლია დავასკვნათ რომ როგორც წესი იგულისხმება შეცდომა რომელსაც მოხვა უბედურება და თუ ასე გავიგებთ აი რასაც ჩვენ ყოფაში უწოდებთ ხოლმე ტრაგიკულ შეცდომას უცნაურია მაგრამ ძალიან გავს არისტოტელეს კონცეფციას აგრეთვე ტრაგიკულ შეცდომაზე რითვისაც იყენებს ტერმინ ჰამარტიას ზონა არის ჰამარტანო რა როცა მიზანს აცდები შეცდები ბევრი მნიშვნელობა აქვს და მეტის თქმაც კი შეიძლება რომ არისტოტელე თავის თეორიაში ტრაგედიაზე ტრაგიკულ ეფექტს, ესე იგი, რაც უნდა გამოიწვიოს ტრაგედიამ მაყურებელში. სიმწრებად შეგვიძლია ვთქვათ, შიში და თანაგრძნობა. ან სიმპათია. უფრო ზუსტად ორივე. ფობოსი და ელეოსი. აი ეს ეფექტი ამყარებულია ორ რამეზე. ერთი ჰამარტიაზე, ანუ ტრაგიკულ შეცდომაზე და მეორე ანაგნორისისზე, ანუ შეცნობაზე, ამოცნობაზე. დღეს ანაგნორისის საერთოდ არ შევეხები, იმიტომ რომ მინდა რომ მოგახსენოთ ეს კიდევ უფრო რთული და კიდევ უფრო გაურკვეველი საკითხია ვიდრე ჰამარტია და ძალიან შორს აგვიყვანდა, თუმცა მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო. მაგრამ უბრალოდ ამის საშუალება დღეს არ აქვს და ვისაუბრებ მხოლოდ ნახევარზე, ანუ ჰამარტიაზე, ტრაგიკულ შეცდომაზე. და აი არისტოტელეც ზუსტად ასევე მიიჩნევს, რომ ტრაგიკული ეფექტი შედეგია ჰამარტია მეგალე, ანუ დიდი ტრაგიკული შეცდომისა. ცხადია, დიდი იგულისხმება შედეგის მიხედვით და არა თვითონ შეცდომის მიხედვით. ისევე როგორც ჩვენ შემთხვევაში. რამდენადაც შეგვიძლია ინტუიციურად დავასკვნოთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ტრაგიკული შეცდომის ქვეშ გულისხმობს ამას, ისეთ შეცდომას, რომელსაც მოყვება დიდი უბედურება. წინასწარ მინდა გავაკეთო ერთი მნიშვნელოვანი დათქმა, რომ როდესაც საუბრობთ ჰამარტიაზე ტრაგიკულ შეცდომაზე, საუბრობთ მხოლოდ არისტოტელეს თეორიის შუქში. სრულებითაც არნიშნავს იმას, რომ ჩვენამდე მოღწეულმა ტრაგედიებმა მოქცეს საფუძველი რომ დაგვესკვნა რომ თითქოს ტრაგიკული ეფექტი მხოლოდ ჰამარტიაზე ან უპირატესად ჰამარტიაზეა დაფუძნებული. თვით არისტოტელეც აღნიშნავს, რომ როდესაც იგი ქმნის თეორიას ტრაგედიაზე, გულისხმობს უზადო იდეალურ ტრაგედიას და ასეც უწოდებს ტრაგედია კალისტე, ანუ უმშვენიერესი საუკეთესო ტრაგედია. და თუ ემპირიულ ნიმუშებს დავაკვირდებით, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ არისტოტელეს ეს თეორია ერთ-ორ ტრაგედიას, ესე რამაც ჩვენამდე მოაღწია, ბევრმა არ მოაღწია, მაგრამ რამაც მოაღწია. ერთ-ორ ტრაგედიაზე თუ შეიძლება გავცხდეს, ან შეიძლება იმაზეც ვერ გავცხდეს. ანუ თავიდან უნდა გამიჯნოთ, რომ საუბარია იმ ტრაგედიებზე კი არა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ან რომელიც ძველად იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ტრაგედიას იხილავს, რომელმაც ჩვენამდე არ მოაღწია თვით არისტოტელე. არამედ საუბარია არისტოტელეს თეორიაზე. კერძოდ მის პოეტიკაზე. აი ეს, რაზეც ვისაუბრებთ, როგორც პირველ წყაროზე, ეფუძნება, ესე იგი, იქნება არისტოტელეს პოეტიკა. ძირითადში, თუმცა, რა თქმა უნდა, მოგვიხდება სხვა ტრაქტატებსაც რომ შევეხოთ. ამდენად ჩვენ ვერანაირად ვერ ავვლით გვერდს გარდა ამ საკმაოდ რთული და შესაძლოა მოსაბეზრებელი რეფლექსიებისა, აგრეთვე კრიტიკულ და რამდენადაც შესაძლებელი ამგვარი ფორმატის ფარგლებში ფილოლოგიურ კვლევასაც. რაღაცა კვლევასავით უნდა ჩავატაროთ. რაც მესმის რომ ძალიან მოსაწყენი იქნება მომენტებში შესაძლოა ძალიან ძიმე, მაგრამ რას ვიზამთ. რადგანაც უნდა ვისაუბროთ არისტოტელეს აი ამ
კონცეფტზე, ჰამარტიაზე და ეს ცნება გამოყენებული აქვს პოეტიკაში, ვერაუდით აქაც გვერდს და ორიოდე სიტყვა ალბათ პოეტიკაზეც უნდა ვთქვათ, რომ მსმენელისთვის გასაგები იყოს რა ტრაქტატია, რაზეა და ალბათ ვარაუდია რა თქმა უნდა, ალბათ რატომ დაწერა ტრაქტატი. სხვათა შორის გულისხმობ ფსიქოლოგიურ მოტივებსაც მარტო, არა მარტო კონცეპტუალურს. ამ ტრაქტატს ვიცი თქვია პოეტიკა. პირველი რაც თავში მოდის, რა თქმა უნდა არის პოეზია. მეტის თქმაც კი შეიძლება რომ ძალიან ბევრ თარგმანში აი პირველი წინადადება პერიპოეტიკეს ავტეს თარგმნიან თავად პოეზიის შესახებ. სხვათა შორის ინგლისურ ენოვან თარგმანებშიც კი poetry. რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი. აი პირველივე წინადადებიდან კითხველი შედის სრულიად სხვა სფეროში. კერძოდ მოლოდინი აქვს რომ ამ ტრაქტატში არისტოტელემ უნდა ისაუბროს პოეზიაზე. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას რომ პოეზია როგორც ჩვენ გვესმის სინამდვილეში მომდინარეობს ეტიმოლოგიურად ბერძნული პოიეოდან. და პოიეოს თავისთავად არავითარი კავშირი არ აქვს პოეზიის ქვეშ რა გვესმის. ასე თუ ისე რიტმულად ორგანიზებული ტექსტი. პოიეოს ქვეშ ბერძნულად ეგ საერთოდ არ იგულისხმება. პოიეო ბერძნულად ნიშნავს კეთებას, შექმნას, ხოს არაფერს. ხოლო პოეტიკა, აი ეს იქ სუფიქსი, კი როგორც წესი აწარმოებს ზმნიდან ხელობას. აი მაგალითად ლოგიკა, ხო? ესე იგი ეს ლოგოსის შესახებ ხელობა, ან გრამატიკა. აი ზუსტად ასევე პოეტიკა, ანუ ხელობა, ხელოვნება შექმნის შესახებ. ჩნდება შეკითხვა, რისი შექმნის? იმიტომ რომ პოიეო შეიძლება მივუყენოთ გემების შექმნასაც, არ ვიცი, დანაჩანგლის კეთებასაც. ცხადია, ამ შემთხვევაში ეს არ იგულისხმება. მოკლედ გეტყვით, რომ პოეტიკის ქვეშ სხვა არაფერი არ იგულისხმება, გარდა ამბის, რაც ბერძნულად არის მითოსი, ანუ აი მითს რასაც უწოდებთ დღეს, მითოსი ბერძნულად ამბავს ნიშნავს, მითოსის ამბის შექმნის ხელობა, ანუ ხელოვნება. აი მთელი პოეტიკა სხვა არაფერია, რამაც იმ ნაწილმა, რამაც ჩვენამდე მოაღწია, სხვა არაფერია თუ არა მითის, ანუ ამბის შექმნის შესახებ ხელოვნება. შემდეგი კითხვა ჩნდება. რისი ამბის? იმიტომ ჩვენ თუ გავსვათ წინა შეხვედრაზე, საუბრობდით, რომ ამბის შეთხსვა გახლავთ რეტორის ერთ-ერთი ამოცანა, კერძოდ ინვენტიოში, ევრესიში. ანუ ორამეს თხზავს, იგონებს, აღმოაჩენს რეტორი, ან ამბავს, ან არგუმენტებს. მან ორიეს ერთად. აი პოეტიკის შემთხვევაში პოეტი არის ის, ვინც თხზავს ან ტრაგედიის, ან ეპოსის, ან სავარაუდოდ კომედიის ამბავს. აი მაგალითად ათენში რომ გაგეჩერებინათ ვინმე ათენელი, კლასიკურ პერიოდში თუნდაც და გეთქვათ რომ საფო, ჩვენებურად საფო. ან არ აქვს მნიშვნელობა ალკეოსი. ესე ლირიკულ პოეზია, ჩვენი გაგებით ლირიკულ პოეზიას გულისხმობ, რომ პოეტები არიან, ძალიან გაუკვირდებოდათ. რატო? იმიტომ რომ ლირიკულ პოეზიას არ აქვს ამბავი. ესე იგი იმისთვის რომ პოეტი პოეტობდეს, ამას არისტოტელე ძალიან მკაფიოდ რამდენჯერმე ამბობს თავის ტექსტში, აუცილებლად უნდა გქონდეს ამბავი. და პოეტიკა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ხელობა, ესე იგი როგორ უნდა შეიქმნას ტრაგედიის, ეპოსის ან კომედიის ამბავი. პოეტიკის რა ნაწილმაც ჩვენამდე მოაღწია, ძირითადი ნაწილი ეძღვნება ტრაგედიის ამბის შეთხსვას. მცირე ნაწილი ეპოსისას. ჩვენ ეპოსს დღეს ვერ შევეხებით. თუმცა ეგ ძალიან საინტერესო საკითხია. და არისტოტელე ძალიან რთულ მინდა მოგახსენოთ და საკმაოდ ღრმა რეფლექსიებს ეწევა
თუ პოეტმა იმისთვის რომ ვიმეორებ იდეალური ტრაგედია შეთხზას ანუ ტრაგედია კალისტე ხო ესე იგი უმშვენიერესი საუკეთესო ტრაგედია შექმნას ამისთვის რა უნდა გააკეთოს როგორც პოეტმა ანუ ჩვენებურად თუ ვიტყვით როგორც შემთხზველმა საინტერესო ახლა ეს უშუალოდ ჩვენ საკითხს არ ეხება და შეიძლება ესეთი ინტერმედიასავით გამოვიდეს რომ გავახალისოთ სმენელი საინტერესოა საკითხი კომედიასთან დაკავშირებით საქმე ის გახლავთ რომ კომედიაზე თითქმის არაფერს არ ამბობს არისტოტელე მაგრამ მეცნიერებში საკმაოდ გავრცელებულია აზრი რომ პოეტიკის მეორე წიგნი ეძღვნებოდა კომედიას და დაიკარგა შემდეგ. Აი თუ გახსოვთ უმბერტო ეკოს Il nome della rosa, ანუ ვარდის სახელი, მონიასია ქართულად ნათარგმნი. აი ეს მისი რომანი მთლიანად ეძღვნება არისტოტელეს პოეტიკის მეორე წიგნს, ანუ წიგნს სიცილზე და იმ, რა თქმა უნდა, წარმოსახვით იმ გარემოებებზე, სადაც ეს მეორე წიგნი დაიკარგა, ანუ დაიწვა. რა ფიქრებინებს მეცნიერებს, რომ მართლაც ეს წიგნი არსებობს. ერთი პოლიტიკაში არისტოტელე როდესაც საუბრობს კათარსისზე, გვეუბნება, რომ აი კათარსისო მეც არ ვისაუბრებო და აი პოლიტიკაშიო ვიტყვიო რა არის კათარსისია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკაში თითქმის არაფერს, თითქმის კი არა, ერთხელ ამბობს, ერთხელ ახსენებს საერთოდ კათარსისს, მეექვსე თავში, როცა განმარტავს აი ცნობილი განმარტება, რაც არის არისტოტელეს ტრაგედიის, რომ კათარსისის მეშვეობით უნდა გამოიწვიოს შიში და თანაგრძნობა. ესე იგი იწვევს ტრაგედია შიშს და თანაგრძნობას. და რა არის ეს კათარსისი? ნუ ეგ ამაზე კვლევაც კი უაზრობაა, იმიტომ რომ არანაირი პირველ წყარო არ გავგაჩნია, რომ დანამდვილებით ასე თუ ისე საფუძვლიანი ვარაუდით დავასკვნათ, რას ნიშნავს კათარსისი. ერნაირი ვარაუდებია, მაგრამ არც ერთი არ არის გაზიარებული. და ვერც იქნება პრინციპულად. და მეორე თორწდები კვლავ მეექვსე წიგნში ახსენებს არისტოტელეს, რომ აი კომედიის მიმესიზზე ილაპარაკებს შემდეგ და ამ დაპირებასაც არ ასრულებს. აი ეს ორი ნაწყვეტი აფიქრებინებს მეცნიერებს, რომ ესე იგი არსებობდა წიგნი კომედიის შესახებაც, რომელიც დაიკარგა და რომელმაც ვერ მოაღწია ჩვენამდე. ნუ არსებობს კიდევ ესეთი ტრაქტატი ელინისტური ხანის ტრაქტატუს კოეზლინიანუს, საიდაც ვითომ რეკონსტრუირებულია არისტოტელეს აი ეს მეორე წიგნი, დაკარგული წიგნი, მაგრამ სინამდვილეში ერთ-ერთშია გადმოღებული ტრაგედიაზე, რასაც საუბრობს და უბრალოდ ტერმინებია შეცვლილი. ტრაგედიის ნაცვლად კომედია, რომ იქ თუ კათარსისი იწვევს შიშა და თანაგრძნობას, აქ იწვევს სიცილს და აი ესეთი სიმეტრიული შესაბამისობებია, რაც არ იწვევს, რომ ეს არის გვიანდელი ტექსტი, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს არისტოტელესთან, ანუ არა აუთენტური ტექსტი. ცდელობებიც კი იყო ამ მიმართულებით, ნუ ახლა მე რომელიც მახსოვს ყველაზე უახლესი მცდელობა 1987 წელს ჰქონდა ჯანკოს, რომელმაც აღადგინა აი ეს დაკარგული წიგნი. თუმცა არიან მეცნიერების ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთ წიგნს საერთოდ არ უარსებია და ეს ვარაუდები არაფერს არ ეფუძნება. ესე იგი, დანამდვილებით ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რომ ეს მეორე წიგნი კომედიაზე არსებობდა თუ არა. მეცაც კი ვიტყვით. აი მე მაგათაც მეცაც კი ვიტყვი და მგონია რომ ეს დასაბუთებულია. ისიც კი არ არის ცნობილი, რამდენად არის კომედია პოეტის საქმე. ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კომედიას გააჩნია თუ არა ამბავი, მითოსი. რატო? ტექსტზე დაყრდნობით. იმიტომ რომ დასაწყისშივე პირველივე თავში პოეტიკის არისტოტელე აღალიბებს
რომ აი კიდევ ცალკე თემა მიმესისი, ახლა ამაზე ნუ გავცელდებით, ისე თარგმნიან როგორც მიბაძვოთ, მაგრამ მიმესისი მარტო მიბაძვა არ არის. ესე რა ტიპის ან რა ჟანრის ხელოვნებებია მიმეტური და თulis. ნუ მაგალითად ტრაგედიის პოეზისი რატო? იმიტომ რომ ტრაგედიას მითი აქვს. ეპოპოია, ანუ ეპოსის პოეზისი, იმიტომ რომ რატო ეპოსსაც აქვს მითი და რადგან მითი აქვს, ანუ ამბავი ისე შეფრთხილ ჭირდება. და აი კომედიის შემთხვევაში არ ამბობს კომედიის ეპოსი. ანუ ამბობს ნომინატებში, სახელობით ურნულაში. კომედიაცო არისო მიმესისიო. ესე, ნუ შეიძლება აქ მაგალითად ზოგიერთი პლევარი ელსი ამ ნომინატივს გადააქცევს გენეტივად, ანუ უმატებს სიგმას და კომედიას ბერძნულად ნიშნავს უკვე გენეტივს და თითქოს იგულისხმება ელიფსისიო, იგულისხმება კომედიის პოეზისიც, ანუ შექმნას. მაგრამ ტექსტში ეს არ წერია. ამიტომ ეს საკითხი გაურკვეველი, თუმცა ერთგან კი ამბობს, აი როგორცო თხზავენო მითოსო კომედიის პოეტებიო, თვითონ პოეტიკაში. ანუ იმის თქმა მინდა რომ ესეც არ არის ბოლომდე გარკვეული კომედია პოეტის საქმე, ანუ კომედიას გააჩნია თუ არა მითოსი, მართებს თუ არა კომედიოგრაფს, რომ შეთხსას მითი, თუ ისევ როგორც გვიანდელი რეტორიკული ტრადიცია, იგივე ათერენიუმი იჟინებს, რომ კომედიის შემთხვევაში აიღება განსხვავებით ტრაგედიისაგან ყოველდღიური და საყოფაცხოვრებო ამბავი. ანუ დღეს როგორც იტყვიან ყოფითი, ანუ სიტუაციური კომედია. ეს ძალიან გავრცელებული ჟანრია. ამდენად კომედია კიდევ უფრო გაურკვეველი საკითხია და მეტის თქმაც კი შეიძლება რომ განსხვავებით ტრაგედიისაგან კომედიაზე არ არსებობს თეორია. აი იმის გამო რომ არისტოტელემ დაგვიტოვა თუ არისტოტელეს პოეტიკიდან გადარჩა მარტო ის ნაწილი რომელიც ეხებოდა ტრაგედიას რენესანსიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის დრამატურგების ჩათვლით ძალიან ბევრს რეფლექსირებდნენ ტრაგიკულის კატეგორიაზე. ძალიან ბევრი თეორია არსებობს ტრაგედიული შესახებ, როგორც ესთეტიკური კატეგორიის შესახებ. ნუ კომედიაც რა თქმა უნდა, კომიკურიც ესთეტიკური კატეგორიად არის მიჩნეული, მაგრამ შეუდარებლად წირია თეორია კომედიის შესახებ. ესე ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ესეთი დასკვნა გამოვიყვანოთ, რომ აი რაოდენადაც ძლიერია ფილოსოფოსი ან არ აქვს მნიშვნელობა მეცნიერი, იმდენად ტყვეობაში აქცევს მომდევნო თაობებს. ძალიან ძნელია რომ მისი ტყვეობი და ეს კარგი გაგებითაც და რა თქმა უნდა, ცუდი გაგებითაც. აი ესე პირველი დათქმა, რომ კონდეს მუდამ ხედველობაში, რომ ყოველთვის საუბრობთ, როდესაც საუბრობთ ტრაგედიაზე და პოეტიკაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ტრაგედიაზე ვისაუბრებთ, გულისხმობთ მითოს, ანუ ამბავს. და ჰამარტიაც, რადგან გვექნება ძირითადად საუბარი, ეს გახლავთ მითოსის ინტეგრალური განუყოფელი ნაწილი და მეტიც. შეიძლება ითქვას მთავარი მომენტი, მთავარი ელემენტი, თუ რა თქმა უნდა ანაგნორის გადავდებთ გვერდზე. აი რაზეც აიგება საუკეთესო ჩინებული ტრაგედია, უზადო ტრაგედია. იმიტომ რომ არსებობს ტრაგედიები, სადაც შეიძლება არ იყოს ხამარტია. არისტოტელე ამაზე საუბრობს. ის არ არის საუკეთესო ჩინებული ტრაგედია. აი ეს ორი რამ ქონდეს ხედველობაში. მითოსი და პოეტიკა. და რა თქმა უნდა ხამარტია როგორც მითოსის ინტეგრალური და მთავარი ნაწილი საუკეთესო ტრაგედიის შემთხვევაში.